ორი. არ არსებობს ყველას. გამარჯობა გისმენთ ბო. წმენა არის აუცილებელი ყველასთვის, ყველა ერისთვის. შეიძლება ვიღაცას რაღაც წმენა აქვს, ვიღაცას რაღაც წმენა არ. წმენა რო არ გქონდეს, ერთმანეთს დავჭამდით ჯერ ეს ერთი. მე ქრისტიანი კაცი ვარ და წამს ჯვარის და წამს იესო ქრისტესი რო ღმერთია რა თქმა უნდა. და ეს ათეისტები კიდე და ისინი რო ამოვინას ისე ძალიან იმენა გული მტკივა და შენ კიდე ძალიან მაგარი კაცი ხარ ძმაო რო ამდენს აკეთებ ქრისტიანების გულისთვის და აგებიებ ყველას რა არის ღმერთი და როგორი პატივი უნასცენ მას ენაცვალეთ ყველა ლსპდ-ს ჩართვა ბუდიში რო გეჭრებით ლსპდ არის ათეისტი და ჩართვა პირველი გულში ხარ ძმაო შემოგვი ვინ არის ბაჯი უცებ ამოყვა ლსპდ წერტილებით აი ასოებს შორის აი და თან დიდხანს არ გავჩერდები რამე რა და მალე აუბურჯოს მოგესალმებით ყველას პირველ რიგში ისმის ჩემი ხო ისმის აი მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი დასასრული მარტივია ძალიან ხო არა ვერ შევთანხმდები მაგაზე მე უნდა რატო ხო ეგ ობიექტური ჭეშმარიტება ყველაფერს აქვს დასაწყისი აქვს და აი გეტყვი ნახე რაღაც მინდა რომ დავამატო პრემისში იმიტომ რომ არ გეთანხმები ყველაფერს რაც არსებობას იწყებს აქვს დასაწყისი ყველაფერს რაც არსებობას იწყებს ყველაფერი იწყებს არსებობას რა არ იწყებს არსებობას ყველაფერი აბსოლუტურად იწყებს არსებობას ყველაფერი არ იწყებს არსებობას ცირკულარული მიზეზობა ქვია მაგას გეტყვი რატო იმიტომ რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი ამბობს ძალიან მარტივ რამეს სიღრმეში არ ჩავალ რომ ყველა მოვლენას ანუ ყველა შედეგს აქვს რაღაცა გარკვეული მიზეზი რაც თვითონ რაღაცა სხვა ესე იგი თვითონ ბოდიში გისმენ დაასრულე აი კი მითხარი და გავაგზავნე თვითონ ღმერთი არ არის შენთვის მიზანშედეგობრიობა ასე რომ ვთქვათ ღმერთი ამ შემთხვევაში ნახე მიზეზშედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე ხა მივალ მაგდასყრამდე ანუ ყველა მოვლენას აქვს რაღაცა მიზეზი ყველა შედეგს აქვს მიზეზი და ეს თვითონ ეს მიზეზი არის რაღაცა სხვა მიზეზის შედეგი ყველა ვარიანტში ჩვენ დავსვათ უსასრულო კითხვა რომ ამან ეს როგორ შეიქმნა ეს როგორ შეიქმნა ამან როგორ გამოიწვია ამან ეს როგორ ყველა ვარიანტში მე და შენ უნდა მივიდეთ ისეთ პირველ მიზეზამდე რომელსაც არ აქვს გამომწვევი მიზეზი, თორე სხვა შემთხვევაში არის უსასრულო რეგრესი. ანუ რაღაც მაინც ხო არსებობს, რასაც გამომწვევი მიზეზი არ აქვს ყველა ვარიანტში, ხო? რაც არ შექმნა, რაც სულ არსებობდა. იმიტომ რომ ეგეთი რაღაც სულ არ არსებობს, მაშინ არაფერი არ არსებობს, ანუ რაღაც უნდა არსებობს, თორე რეგრესია და არალოგიკური. ხო და რეგრესია და მოდი ორი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი მაშინ უნდა ჩამოყალიბდეთ ესე იგი იმაზე რომ რაღაც ყოველთვის არსებობდა და ეგ ყველა ვარიანტში რანაირად შეიძლება იყოს აზრიანი ყველა ვარიანტში ანუ ნახე ხა არის დრო სივრცე და მატერია სადაც ხა ჩვენ ვიმყოფებით რაც იქნება დრო სივრცე და მატერიის გიჭედავს იჭედა აუ ხმა ისმის ამ ადამიანი ის მეგობრებო რაღაცა დაწერით ხმები არა ძმო ის არის ისმის შენი ხმა ძმო რა ვიცი თუ გინდა გადი თავიდან შემოდი გადი და თავიდან შემოდი ეს გასული ბოდიში ისმის იგი გაგეთ რას ვიძახდი თუ არის გაწყდა არა ვერაფერი ვერ გავიგეთ ანუ ნახე რაც დროის სივრცის და მატერიის გარეთ იქნება მუდმივად გაჩერებული ეს ვერც იქნება რეგრესში ვერც პროგრესში ეს იქნება მატერია ობიექტური თუ არა ობიექტური ნებისმიერი ამ აბსოლუტურად მატერია ვერ იქნება მატერიის ნებისმიერი რამ აბსოლუტურად ნებისმიერი რამ რაც იქნება დროის მიღმა იქნება გაჩერებული და ვერ არანაირი შესაძლებლობა არ იქნება რამის გაკეთების იმ რაღაცას ნებისმიერი ერთი წამი შეხედე ანუ აბსოლუტურ სტატიკაში იქნება ყველა ვარიანტში. ამაზე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მატერია არ იქნება. შემჟელობ რაიმე მატერიალურზე. მატერია ნებისმიერი რამ. მატერია იყოს ეს ნებისმიერი. არა, მატერია რო იყოს, მატერია რო არ იყოს, არამატერიალური თუა, ტრანსცენდენტალური თუა. ტრანსცენდენტალური რაღაცის ბუნებას როგორ განსაზღვრავ, არამატერიალურზე როგორ აწესებ დროის შეზღუდვებს. ან დროის სივრცის შეზღუდვებს როგორ აწესებ, ის იმაზე რასაც მატერია არ აქვს. შეზღუდვა არ წესდება. არამატერია დროს სივრცე და მატერია. რასაც მატერია არ აქვს, როგორი ძახი მაგას აბა
მითხარი? დეტყვი, რასაც მატერია არა, შენ თუნდაც? აერი მატერია წონა ხ ატმოსფერო. მას ერთ აი მარტივად მინდა რომ აღხსნა, ნახე. არ გაამარტებ დრო, სივრცე და მატერია ახსენი. დრო მატერიალურ სამყაროს ყოფიერების ფორმა, სივრცე და მატერია. ეხლა ნახე. დრო, სივრცეს და მატერიას აქვს გამომწვევი მიზეზი, ხო? ჩვენ ვიცით ეს მეცნიერული ევიდენსებიდან. შესაბამისად, გამომწვევი მიზეზი რა არის? უდრო, უსივრცო და არამატერიალური. რატო? იმიტომ რომ დრო, სივრცე და მატერია საერთოდ არ არსებობს. მე ტელეფონს ვაკეთებ, ტელეფონში შიგნით ხო ვერ ვიქნები, ტელეფონის გარეთ ვარ. ანალოგიურად გამომწვევი მიზეზი, რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ყველა ვარიანტში არის მიღმა ამ ყველაფრის, დროის, სივრცისა და მატერიის. ანუ არამატერიალური უდრო და ისა პირი, რომელიც ამის უკან არის უმოქმედო. შეუძლებელია მოქმედო როგორ არის, მაშინ როგორ გამოიწვია დრო, სივრცე და მატერია? ვინ ამბობს რომ გამოიწვია დრო, სივრცე და მატერია? აბა როგორ არსებობს დრო, სივრცე და მატერია? ხო და ეგრე იქნება მუდმივი რეგრესი, ზუსტად ეგ არის მუდმივი რეგრესი. მანამდე ვერ მივხვდი როგორ გამოიწვია ნაერთი. მუდმივი რეგრესი არის ის, რომ პირველ მიზეზი არ არსებობდეს, რამაც ყველაფერი გამოიწვია. რაც სულ არსებობდა, ეგ არის მუდმივი რეგრესი. ანუ მუდმივად რეგრესში გვიწევს ასვა, რამ, ანუ გვიწევს, ანუ იმაში ხო, ეგრე მოგვიწევს ახლაც მე და შენ დებატში ეგრე მოგვიწევს. როგორ მოგვიწევს, ნახე რას გეკითხები? დრო, სივრცე და მატერიას აქვს დასაწყისი. რანაირად არის შესაძლებელი? რა აქვს დასაწყისი მაშინ ჩემი კითხვა ეს იქნება შენთან. სად არის დასაწყისი? ცირკულარობა, ხო ვიცით, დიდი აფეთქების თეორია, სადაც ვიცით თეორიები, რა თქმა უნდა, წრეზე ვიტრიალეთ ისე თეორია. სამყაროს უსასრულობის თუ გჯერა, შენ შემოყელე, არ არის პრობლემა, მითხარი, რომ უსასრულო სამყაროს იბერა. არა, არ მჯერა, რა თქმა უნდა. აბა, ორი ვარიანტი გაქვს, მეგობრებო, შეხედე ორი ვარიანტი. ორი ვარიანტი მაქვს, მე მჯერა, რასაც აქვს. ერთი თავიდან მითხარი ბოდიში თავიდან ვთქვის, რომ შემოვედი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული. ეს არის და ეს. აი, ნახე რას გეუბნები. უბრალოდ ანუ ერთი წამი ნახე გეუბნები რაღაც შეხედე. ანუ ორი ვარიანტი გაქვს. სამყარო ან არის უსასრულო, ან არ არის. რომლის გქირა? უსასრულო არის, რა თქმა უნდა, უსასრულო, რა თქმა უნდა. სამყარო არის უსასრულო. დასაწყისი და დასასრული მეგობარო ეს თავიდანვე ვთქვი. ანუ სამყარო არის უსასრულო, შენ მაგას ამბობ, ხო? არა, სასრული აქვს. სასრულია. რა თქმა უნდა, სასრული. იმიტომ რომ დაიწყო სამყარო, ერთ დროს დაიწყო სამყარო. ძალიან კაი, გამიხარდა. აი, ძალიან კაი. სამყაროს აქვს დასაწყისი, ანუ დროს, სამყაროს, ანუ დროს, სივრცეს და მატერიას აქვს დასაწყისი, ანუ არ არსებობდა, დაიწყო არსებობა. მაინტერესებს ეხა ყველაფერს რაც არსებობას იწყებს, გამომწვევი მიზეზი ხო აქვს? ხო, გამომწვევი მიზეზია. გამომწვევი მიზეზი დროა, უსივრცე ყველაფერს არა, ანუ ყველაფერს შეიძლება აქვს კი ბატონო, მაგრამ იქამდე ვერ მივალ თუ მეტეს შემთხვევაში საიდან, როგორ, რაირად. ნახე ხან ერთ კითხვას დაგისვა მაშინ. ჩვენ ვერასდროს ვერ მივალთ, ვერასერთ ქრისტიანი არ ყავ ნანახი მე პირადად, რომელმაც ისის საიდან იყო მერტ ყველა ეძახის არის იყო და იქნება და ეს თეორია ჩვენ ვერ მიგიყვანს ეს მეგობარო, აი არ დაიბნე ორი წამი მაგას დაანებე, მაგ ყველაფერს შეეშვი ცოტა ხანი მინდა რომ თავი დაანებო, არ მინდა რომ დაიბნე. ეხა ამაზე ვკონცენტრირდე, დაანებე ქრისტიანებს და ღმერთს თავი დაანებე, ღმერთზე ვაფშე არ გელაპარაკებ, ეხა მარტივ რაღაც გეუბნები. შენ ამბობ რომ სამყაროს აქვს დასაწყისი, ანუ დრომ, სივრცემ და მატერიამ დაიწყო არსებობა. ყველაფერი რაც არსებობას იწყებს გამომწვევი მიზეზია, ხო ასე ეს არის ელემენტარული, რაც არსებობას იწყებს აქ გამომწვევი მიზეზი. ხო, მაგრამ ხო უნდა მივიდეთ მანდამდე დისკუსიით, ხო? ეხა შეხედე, ნახე რას გეუბნები, არაფრამდე არ მივდივარ. ევრიკა. რომ სივრცე და მატერიამ თუ არსებობა დაიწყო გამომწვევი მიზეზი, რა არის? დაუშვათ ეხლა მე და შენ რომ არ ვიცით. არ ვიცით ღმერთია. არ ვიცით, ხო, არა. ძალიან კაი არ ვიცით, მაგრამ რა ვიცით? მაგრამ თეორიები ბევრი გვაქვს. თეორიები არა. კვლევა დავიწყოთ, ხო, როგორც კვლევა. არა, თეორიებს ამგანები ორი წამი, ნახე ინდუქციურად რა ვიცით ზუსტად. რა ვიცით ზუსტად რომ რაც არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში დროში, სივრცეში და მატერიაში ვერ იქნება, იმიტომ რომ დრო, სივრცე და მატერია საერთოდ არ არსებობდა და გამომწვევი მიზეზია თავად. მაგას მეც ვიძახი, მაგრამ ანუ ძალიან კაი, ანუ მეთანხმები რომ უდროა, უსივრცოა და არამატერიალურია გამომწვევი მიზეზი დროის, სივრცის და მატერიის. გამომწვევი მიზეზი არ ვიცით, მაგას გეუბნები, არ ვიცით, მაგრამ რაც უნდა იყოს გამომწვევი მიზეზი, რაც დრო, სივრცე და მატერიის გარეთ არის გაჩერებული, ეს არის არა, ერთი წამი მუდმივი უმოქმედობა, всё, ანუ ამაზე ერთი წამი მარტივია. ერთი წამი მომისმინე აბსოლუტურ სტატიკაზე რაღაც გახს ზედაპირული ინფორმაცია, მაგას განვორცობს. სხვა რაღაცას გეკითხები, გაანები მოძრაობას თავი შეეშვა არამატერიალურ რაღაცას ვლაპარაკობ. სხვა მოძრაობა ვაფშე რა ხმა არამატერიალურ სხვა რაღაცას გეუბნები, შეხედე. ანუ შენ იცი ესეთი რაღაც, რომ ანუ ყველა ვარიანტში რაც არის გამომწვევი მიზეზი დროის, სივრცის და მატერიის არის უდრო, უსივრცო და არამატერიალური. მეთანხმები თუ არა ამ შემთხვევაში. ანუ უდრო, უსივრცო და არამატერიალური გამომწვევი მიზეზი მე საერთოდ არ ვიცი დროს და მატერიის. ხო, მაგრამ ხო გჯერა რომ აქვს დროს, სივრცეს და მატერიის გამომწვევი მიზეზი.
ჯერა ხო, მაგის რა თქმა უნდა. და ეხლა ნახე ერთადერთი ლოგიკური დასკვნა არის რომ თუ დრო სივრცე და მატერია საერთოდ არ არსებობდა გამომწვევი მიზეზი დროში სივრცეში და მატერიაში როგორ იქნება დროის სივრცის და მატერიის მიღმა უნდა იყოს იმიტომ რომ დრო სივრცე და მატერია რა თქმა უნდა. კი ბატონო, მაგას ვიზახი ანუ რა. ატრიბუტებს გეუბნები გამომწვევი მიზეზის რა არის არ ვიცით მაგრამ უდრო უსივრცო და ატრიბუტები მაგას ვიძახი, ეს ბევრია, ძალიან ბევრია. უდრო უსივრცო და არამატერიალურია არის თუ არა შესაძლებელი რამენაირად არ იყოს უდრო უსივრცო და არამატერიალური უდრო უსივრცო და არამატერიალური ვერ იქნება ხო? დროში ამატერიაში ვერანაირად ვერ იქნება. ხო ანუ არის უდრო უსივრცო და არამატერიალური ხო ძალიან კაი ეხლა დავამატებ ერთ რაღაცას და მოსული ხარ გვერდთან ყველა ვარიანტში უნდა იყოს პიროვნული და გეტყვი რატო ეხლა გეტყვი არა მოიცა კაია პიროვნული თუ იქნება მაშინ უბრალოდ მუდმივ როგორც თქვი იქნება გაჩერებული აი მეგობარ უბრალოდ დააცადე გნეოს აი გეხოცები ერთად აგიხსნი რატო უნდა იყოს პიროვნული პიროვნულში გულისხმობ რომ მას უნდა შეეძლოს აზროვნება გადაწყვეტილების მიღება და უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნება ამას მოიცავს პიროვნება მარტო მეც არაფერს ეხლა პიროვნება ბევრს გონია ადამიანი მარტო და ის მაგას თავიდან აი ეხლა შენ რას იძახი რომ აზრობრივი პიროვნება რომელსაც შეუძლია გააზრება ფიქრი გონივრულად ჩვენაირად გადაწყვეტილების მიღება და არის დრო სივრცის და მატერიის ნუ უფრო მაგრად რა მნიშვნელობა აქვს როგორც შეუძლია არის დრო სივრცის და მატერიის გარეთ რომელმაც შექმნა ეს ყველაფერი დრო და აბსოლუტურად მატერია ყველაფერი აბსოლუტურად და არის თან დროის გარეთ და თან მოქმედებს ყველაფერზე, ანუ შეუძლია დროობაში დროის შექმნა ცალკე რაღაც და იქ მოძრაობა და კაი, ანუ უბრალოდ რეგრესში. გეტყვი რატო? დროობაში მოძრაობს ასე რომ ვთქვათ. დროობაში როგორ მიმოძრაობს საერთოდ ხო? აგიხსნი რაღაცას. ფანტასტიკა. არავინ არ მოძრაობს, მატერია არ აღ როგორი. ანუ ფიქრობს, აკეთებს რაღაცას ხო აკეთებს. აგიხსნი. ნუ ფიქრობს შენ გულისხმობ პროგრესულ ფიქრს, პოტენციალ რო აქვს. ნუ პროგრესი ხო, პროგრესი მიდის. აბსოლუტური ფიქრია. სამყაროს მოდელი ღმერთის გონებაში იყო ყოველთვის. ანუ ყოველთვის იყო, ანუ შემოქმედებითი. ყოველთვის როგორ იყო მაშინ ხო? გეტყვი. ანუ ეს არის აბსოლუტური. გეტყვი, ანახე, ანუ შემოქმედებითობა, ღმერთის შემოქმედებითობა არის წყება სამყარო რო იქნება მაშინ. მისი ბუნება არის აბსოლუტური უცვლელი. მისი ბუნება მოიაზრებს შემოქმედებითობას, მისი გონება მოიაზრებს სამყაროს მოდელს, რომლის აქტუალიზირება ხდება შემდეგ დროსსა და მატერია იქნება, თუმცა პოტენციური განვითარება არ ხდება. ეს არის ღმერთის აბსოლუტური ბუნებიდან და გონებიდან გამომდინარე. ეხლა მინდა რომ აღიხსნა, რატო არის შეუძლებელი, რომ პიროვნული არ იყოს გამომწვევი მიზეზი. მაგას გეტყვი, გამოვრიცხავ და გეტყვი, თუ არა და დამითანხმე ან მითხარი რომ არა თქო. ნახე? ჩვენ თუ ჩვენ ვამბობთ ესეთ რამეს რომ დრომ სივრცე და მატერიამ დაიწყო არსებობა და გამოწვევი მიზეზი არის უდრო უსივრცო არამატერიალური. ეხლა რა პრობლემას ვაწყდებით? რაღაც არის ყოველ შემთხვევაში. ანუ უდრო უსივრცო არამატერიალური რა არის არ ვიცით, მაგრამ პრობლემას ვაწყდებით და ნახე რა პრობლემას ვაწყდებით. პრობლემას ვაწყდებით იმას რომ ზოგადად ავიღოთ, მოდი ჩვენ მატერიალურ სამყაროში ორი სხვადასხვა სუბსტანცია. ავიღოთ მაგალითად რკინა და ავიღოთ მაგალითად ხე. რკინიდან ხის სკამი ხო ვერ გამოვა, ის ხო ლოგიკურად გამორიცხულია. ეგ ლოგიკაა, კი ბატონო, შეუძლებელია. ანალოგიურად ხიდან ვერ გამოვა რკინის სკამი, გამორიცხულია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გამორიცხულია. რკინა და ხე ავიღეთ როგორც სხვადასხვა სუბსტანციები. მაგალითად, ანუ ჩვენ გვაქვს ხე და ხიდან გამოვა ჩვეულებრივად ხის სკამი, ამის პრობლემა არ არის და ამ ხის სკამში და ამ ხეს შორის იქნება აქციდენციური სხვაობა, თუმცა სუბსტანცია ერთი, ანუ ხე არის ორივე მასალა საბოლოო ჯამში. თუმცა ანუ ეს არ არის პრობლემა, მაგრამ თუ სხვადასხვა ის ვარ რკინა და ხე ვერ გამოვა. ეხლა ნახე, მაგრამ მოდი ჩვენ უფრო გამომარტივოთ ეხლა საქმე და მატერია ავიღოთ როგორც ერთი სუბსტანცია მთლიანი. მოდი რკინაც, ხეც, რაღაცა ტყვიაც, ყველაფერი გავაერთიანოთ, დავარქვათ ერთი სახელი მატერია, ხო? ანუ ერთი სუბსტანციაა ყველაფერს აბსოლუტურად? ხო, ყველაფერი აი, მატერია, კი მატერია, კი. შენ ყველაფერი ერთი სუბსტანცია, ერთი მატერია. ეხლა პრობლემა რა არის აქ? ანუ ჩვენ საუბრობთ გამომწვევ მიზეზზე, რომელიც არის მატერიის გამომწვევი მიზეზი, თავად არის არამატერიალური პრობლემა რა არის? არამატერიაში და მატერიაში არის სუბსტანციური სხვაობა. უდროობაში და დროში არის სუბსტანციური სხვაობა, უსივრცობაში და სივრცეში არის სუბსტანციური სხვაობა. რა არის სხვაობა? სხვაობა ის არის, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ გამომწვევი მიზეზი არის უდრო, usivco და არამატერიალური შესაბამისად. რაღაც უდრო, usivco და არამატერიალური. რაღაც უდრო, usivco და არამატერიალური და ეს უდრო, usivco და არამატერიალური. მოიცა, ეხა მე ერთი წუთი შენ იძახი იმას, რომ უდრო, usivco და არამატერიალური. მე ვიძახი, რომ რაღაც არის. შენ იგეს მე. აი მეგობა რომ აი აგერ ვიდეოს, აი მოდი რა. აი ტელეფონი მიჭირავს ხელში რა. გიჭირავს ხელში ტელეფონი. მაგრამ ტელეფონს აი წარმოიდგინე მე ეს ტელეფონი მე რომ ამეწყო.
მე როგორც ტელეფონის გამკეთებელი ტელეფონში შიგნით ხო ვერ ვიქნები გარეთ ხო ვარ ეგ გავიარეთ უკვე გავიარეთ ანალოგიურად თუ დროსი უცედა მატერია არ არსებობდა და არსებობა დაიწყო გამომწვევი მიზეზი ხო დროში ვერ იქნება დრო არ არსებობდა დროში ვერ იქნება ანუ მიღმა ერთადერთი მაშინ არა ეგ კი მიღმა კი მაგრამ შენ იძახი რომ უდრო სივრცე და არამატერიალური გასაგები მაგრამ რა იყო ხო და რა იყო არ ვიცით რა იყო მაღაზია არ გჭირდება ეხლა ხო და ეგრე მაღაზია უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ვშელობთ ატრიბუტებზე გამომწვევი მიზეზის რა არის ამაზე მე და შენ შეთანხმებულები ჯერ არ ვართ უბრალოდ ატრიბუტები ვიცით დროს სივრცე და მატერია გამოიწვია ამიტომ თვითონ ვერ იქნება დროს სივრცეში და მატერიაში მიღმა ანუ უდრო უსივრცე არამატერიალური ეხლა ვშელობთ ნახე უდროობაში და დროში არის სუბსტანციური სხვაობა. ისი რა შეიძლება არსებობდეს ერთი. კეთყვი აღიხსნე ხა რაღაც. იგი გისმენ ბუდიში. მეთი არ არსებობს დაუშვათ რა. მაგრამ თვითონ მატერია არსებობდა დაიწყო. უდროობიდან დრო ზოგადად ბუნებრივად ვერ გამოვა რკინიდან როგორც ხე ვერ გამოვა ბუნებრივად ისე იმიტომ რომ უდროობასთან დრო არანაირ კავშირში არ არის სრული სუბსტანციური სხვაობა სრულიად კონტრადიქტორულ შესაბამისად უდროობიდან დრო ბუნებრივად ანუ ჩვენ გამომწვევ მიზეზს თუ უყურებთ როგორც რაღაცა ბრმა რაღაცა ჩვეულებრივი ძალების ნაკრები რაღაცა უპირობო ძალების უპიროვნო ნაკრები თუ არის გამომწვევი უდროობაა კი ბატონო უდროობიდან დრო არაფერი ერთადერთი გზა, როგორც არის შესაძლებელი, რომ უდროობიდან დრო გამოვიდეს, არის ის, რომ გამომწვევი მიზეზი თუ არის თავისუფალი არსება, რომელსაც საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით აქვს იმხელა ძალაუფლება, რომ გამოიწვიოს დრო. ხო გესმის, ერთადერთი და ეს არსება არის უდროობაში. ეგ გინდა რომ ბატონო, ეს არსება არის როგორ მოქმედებს ეს არსება უდროობაში მაშინ? აი ხო ანუ რეგრესია, რანაირად როგორ? ანუ უდროობაში როგორ მოქმედებს, ნახე აი შენ ეხლა როგორ ქრის უდროობიდან დროებას მაშინ ხო მატერიას სივრცეს რაღაც მინდა რომ აი ჩვენ უყურებთ აი როგორც უსასრულობას აი ცოტა არასწორი წარმოდგენა როცა ვსაუბრობთ ღმერთზე ღმერთზე თუ გადავდივართ ღმერთი არის დროის ზემდგომ კატეგორიაში ანუ დროის მიღმა კატეგორიაში ანუ მე მაგას რომ ღმერთი აბსოლუტურ სტატიკაშია მე მაგაზე გეთანხმები ქრისტიანი თეოლოგები ზუსტად მაგას ამბობენ რომ ღმერთი არის სრულ აბსოლუტურ სტატიკაში აბსოლუტურ სტატიკაში ანუ ღმერთში არ ხდება ეგეთი რაღაც როგორც ჩვენთან რომ რაღაცა აი ხო ხდები რაღაც პრო ეს აბსოლუტურია მისი ბუნება მისი აბსოლუტური ბუნების ნების აქტუალიზირება ხდება დროში სივრცეში და მატერიაში მას შემდეგ რაც დრო სივრცე და მატერია არსებობას იწყებს ხო ესმის და მე რას გეუბნები იცი რომ ღმერთი თუ არ არის ეს არსება ვინც დრო სივრცე და მატერია გამოიწვია სხვა ვერაფერი ვერ იქნება ხო ესმის იმიტომ რომ უდროობიდან დრო არ გამოდის ზოგადად ეს ფალასია არ ხდება რკინიდან ხე არ გამოდის არ რკინა და ხე კიდე მატერია შეგვიძლია ეს სუბსტანცია დავიღოთ მაგრამ უდროობა და დრო სრულიად კონტრადიქტორული მცნებებია ხო ანუ უდროობა და დრო სხვადასხვა აი რა თქმა უნდა მაგრამ შენ ხა იმას იძახი რომ უდროობიდან შეიქმნა დრო რაღაც კონკრეტულის მიერ ეგ უდრო მე ვადასტურებ და მე ვიძახი იმას რომ უდროობაში ყველაფერი იქნება უმოქმედო ყველა უდროობა არის თვითონ არაფერი უდროობაში მყოფიც არაფერია საერთოდ შეუძლებელია ეგ არის ფანტასტიკა აბა რანაირად გჯერა მაშინ რომ დრო არის დროს მაშინ მეორე ვარიაცია მაიგ უნდა მეთქვა უბრალოდ შემაწყვეტინე მეორე ვარიაცია ის რომ დრო ყოველთვის იყო მაშინ ეგ ვარიაცია. მე მაგას უკვე მე მეცნიერ. მაგაში გეწინააღმდეგებიან მეინსტრიმ მეცნიერების მთელი უმრავლესობა, ვისაც დიდი აფეთქების თეორიის ჯერა რამენაირად, ყველა ამბობს რომ არსებობდა ეს. ეგ ხა ჩვეულებრივია. აღდგება თერმოდინამიკის მეორე კანონი, რომელიც ამბობს რომ სამყარო მისწრაფის ობლიტერაციისკენ, ანუ ენტროპია იზრდება დახურულ სისტემაში. ანუ სამყარო, ანუ მიდის თერმოდინამიკური წონასწორობისკენ, ანუ ენერგია, ანუ სული ის რო ხდება ანუ სამყარო ნადგურდება ასე ვთქვა, ანუ დასასრულია დროს შესაბამისად. ხო, ბევრი მეცნიერული ევიდენცია. ყოველ შემთხვევაში შენ თუ სამყაროს უსასრულობის თეორიის ხო, ეგ მართალია, ბევრი ძალიან ბევრია. წარმოვიდგინოთ ბევრი პარადოქსი. აი, წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს რაღაცა სიტყვაზე უსასრულოდ გრძელ კიბეზე გახარ და ცდილობ ჩამოსვლას. მატერიალს ამოსამედია. და უნდა რომ აიღო ბოლო ნაბიჯი, მაგრამ სანამ მაგ ნაბიჯი გადადგა, უსასრულო რაოდენობის ნაბიჯები უნდა გადადგა. ეხლა აი ხო შეუძლებელი ბოლო ნაბიჯი დასრულების ნაბიჯი მაგას. ხო, მაგრამ აი ხო შეუძლებელი კიბე რეალურად თუ უსასრულოა, ვერაზოს ვერ მიაღწევ დაბლა, ხო ეგრეა.
იგივე ხო, რა პრინციპი თქმა უნდა. გვიარდება დროზე და მოვლენებზე. თუ წარსული უსასრულოა, მაშინ გამოდის, რომ უსასრულო რაოდენობის წარსულში მომხდარი მომენტები უნდა გადაღელახარო, 10 წლამდე მოსულიყავი.